აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილის ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე მაღავლინა. ტაძარში სამეგრელო ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. Პასექის დღესასწაულს ულოცავთ ჩვენ სულიერ ძმებსა და დედებს აფხაზეთში და ყოფილიყოს ეს წელიწადი ჩვენი შერიგების და გაერთიანების. მინდა დავლოცოთ ჩვენი სნეულებასა, პატივრობასა შინაყოფი, უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები, განსაკუთრებულად ჩვენი მომავალი თაობა ახალგაზრდობა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბედნიერად და ჯანმრთელად გამყოფოთ ღმერთმა. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად დასტა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, როგორც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე დროებით დევნილ მოსახლეობას. სიმბოლურია მე დღეს ვიმყოფები საოკუპაციო ხაზიდან ყველაზე ახლოს ქალაქ ზუგდიდში, საიდანაც მინდა მიულოცო ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს დღევანდელი დღე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ ერთად აღვნიშნოთ ეს უდიდესი დღესასწაული. ხვავი ბარაკა, ჯანმრთელობა თქვენ ოჯახებში და რაც თავარია საქართველოს განთლიანება გვენახოს.